მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ვაგრძელებთ ჩვენს საუბრებს ციკლიდან ქრისტიანობა და თანამედროვეობა. დღეს ერთ თემას შევეხებით, რომელიც რაც მნიშვნელოვანია ალბათ თანამედროვე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით და რატომ? იმიტომ რომ ძალიან ხშირად ეკლესია აღიქმება, განიცდება, გაიგება მამათა მიერ როგორც შეზღუდვების, აკრძალვების მარწუხების, დადების ერთგვარი ინსტიტუცია. მათთვის ხო ეს ტერმინები უყვართ ხოლმე. და როგორც წესი, ყველაზე უფრო საპირისპირო ამისა უნებრივია, ანუ ყველაზე უფრო მეტი გამოხატულება თავისუფლების ადამიანის შემოქმედების კონტექსტში არის ხოლმე შეპირისპირება ხელოვნური ერთგვარი ხელოვნება. და ითვლება, რომ აი ხელოვნება არის ის თავისუფლება, რომელიც ადამიანის მთელი შინაგანი სამყაროს გამოხატვის საშუალებას იძლევა და ამიტომ ყველაფერი, რაც ხელოვნებად შეიძლება სახელდებული იყოს ვინმეს მიერ, ის გამართლებულია. ეს საინტერესო ტენდენცია, ხო რაღაც, რასაც ამ ლიბერალურ საზოგადოებაში ყალიბდებოდა სხვადასხვა მიდგომები, რაღაცის თქმა არ შეიძლება. მაგრამ თუ თქოს ჩემი აზრია, აი წინ დაუთავ ფრაზას ჩემი აზრით, მან მე შემდეგ რაც არ უნდა თქვა, იდეაში ვერავინ არ უნდა მოგედაოს, იმიტომ რომ შენი აზრი არისო. აქაც იგივეა, თუ შენ რაიმეს დაარქმევ ხელოვნებასო, შენ შეგიძლია ის აკეთო და ამის გამო არავინ არავითარი პასუხისმგებლობა არ უნდა მოგთხოვოს, ოსო ხელოვნება არის, ეს თავისუფლება არის. რამდენად სწორია ეს მიდგომა, რამდენად არ არის სწორი, ამაზე შეიძლება ხანგრძლივი საუბარი სხვადასხვა კუთხით, მაგრამ რამდენიმე დეტალის თქმა ალბათ მაინც აუცილებელი იქნება. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვთქვათ კიდეც, რომ დიახ, ხელოვნება ეს არის შემოქმედების ის მხარე, რომელიც გამოხატავს ადამიანის შინაგან, მოდით ვთქვათ, შვინვიერ სამყაროს ზოგ შემთხვევაში, ხო? მოდით პატარა ექსკურსი მოგეხსენებათ, ასეთი წარმოდგენა არსებობს სხვადასხვა ტიპის ადამიანი რისგან შედგება. მარტივი პრიმიტიული მატერიალიზმისთვის ადამიანი მხოლოდ იმ ქიმიური ნივთიერებების ნაზავია, რომელიც მასშია. არსებობს სხვა წარმოდგენაც, რომ ადამიანი გარდა უშუალო მატერიალური, ბიოლოგიური მდგენისა კიდევ რაღაცა სხვას, სულიერს მოიცავს. მაგრამ ამ სულიერის განმარტება ყოველთვის სხვადასხვანაირი იყო. რას გულისხმობთ? აი მაგალითად საბჭოთა კავშირი ავიღოთ, ხო, როდესაც ესეთი მატერიალიზმის ქადაგება ხდებოდა, არანაირი ღმერთი, რა სული, მაგრამ სულიერი საზრდოს მიღება, ეს ჩვეულებრივი ტერმინი იყო. და სწორედ ხელოვნება მოიაზრებოდა ხოლმე სულიერების ტაძარი, მაგალითად შეიძლება დარქმეოდა თეატრს. და ასე შემდეგ. ანუ ის რომ სულიერი მდგენი რაღაც ისაც არ დაიყვანება აწონვად, გაზომვად, მასამდე ეს დაშვებული იყო. აი ამ უკიდურესად ათეისტურ საზოგადოებაშიც კი, მატერიალისტურ საზოგადოებაშიც კი. ხო? ამიტომ ეს სულიერების რაღაც სულიერება დაერქვა იმას, რაც მათ სურდათ. ქრისტიანული ცნობიერება, რელიგიური, სულიერი ცნობიერება ამ ყველაფერს ეძახდა მშვენიერებას. გავიხსენოთ, რომ არსებობს თუკი ადამიანის შემადგენლობაში რაიმესტი არამატერიალური მდგენის მოიაზრება, აი არსებობს დიქოტომია, ანუ ადამიანის ორად დაყოფა, სულიერი და ფიზიკური, ან ტრიქოტომია, ხო? სხეული, სამშვენიერი, სული. და აი მაგალითად ეს ცნობილი თემა, რომ ადამიანი სწორედ სულით განსხვავდება სხვა ცხოველებისგან, გრამატიკულად სულიერი რასაც ქვია, სწორედ მშვენიერს გულისხმობს, ხო? რელიგიური წარმოდგენით. ანუ სულიერი არსება არის თავშოთ ძროხა,
მაგრამ პასუხობს კითხვაზე რა. სულიერი არსება არის ადამიანი გრამატიკულად, თუმცა პასუხობს კითხვაზე ვინ. ანუ გრამატიკა, რომელიც მოდით ესეც ვთქვათ, ჩვენთან ეს კატეგორიები ყალიბდებოდა სწორედ რომ იმ პერიოდში მეცნიერება ყალიბდება 1918 წლიდან უნივერსიტეტიდან ნამდვილი ქართული მეცნიერება იბადება და ანუ ეს ეპოქა სამწუხაროდ დაემთხვა სწორედ იმ დროს, როდესაც დომინირებდა ერთგვარი მატერიალისტური ხედვა. არა მარტო ბოლშევიზმის დამყარებიდან. ხო, ცოტა უფრო ადრეც. ეს ევროპული მეცნიერების რუსულ პრიზმაში გავლით ეს ყველაფერი ერთად რომ ჩვენთან ჩამოიწვეთა ნამდვილად იყო. მომენტები რომ სულიერი გასაგებია რომ რუსულად ადუშევლიონი, ნიადუშევლიონის ამბობდნენ, გასაგები იყო იქ დუშა და დუხ კიდე განსხვავება არის, შეიძლება და იქ ყოფილიყო სხვადასხვა ტონალობა. თუნდაც ამ სიტყვებისა ქართულში არა მარტივად გამოვიდა, ხო? სულიერი, უსულო. და აი გამოვიდა რომ სულიერება არის ნებისმიერი ის რამ, რაც მოაზროვნე არსების აქტივობა შეიძლება გამოსახდეს. ამიტომაც ხელოვნებაც გახდა სულიერება ცალსახად. ამიტომაც გახდა რა ხელოვნებას დაერქვა რა სულიერება, ყველაფერი რაც ხელოვნების ფარგლებშია არ შეიძლება იყოს სულიერების საწინააღმდეგო. და მოკლედ შედეგი ინერცია თავისი. მოდის და მივდივართ ისეთ რეალობამდე რომ ხელოვნების სახელით იქნება ნაწარმოებები, სულიერთ იქნება მუსიკალური, იქნება ლიტერატურული, იქნება ფერწერითი თუ სხვა. სადაც სულიერება იქცა ამორფულ, აბსტრაქტულ, უპირობო რაღაც არამატერიად უბრალოდ. და მან დაკარგა ის მთავარი საზომი, რომელიც რელიგიური საზოგადოებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ როდესაც ვეძახით ხოლმე ზნეობრივ მდგენს. და იმცებ ამ დროს აღიმართება ხოლმე მთავარი ზვირთი, რომ თქვენ ისევ ცენზურის შემოღებას აპირებთ, ხომ? და ბახ-ბუხ იწყება ხო საშნელი ამბები. რომ თუ მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმები იმართავენ ცენზურას, რომ ცენზურა არის თავისუფლების შეზღუდვის და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ცენზურა, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით საბჭოთა კავშირში, რომელსაც იცნობდა თუნდაც ჩვენი ერი რუსეთის იმპერიის ფარგლებში. ნამდვილად ეს იყო სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის ფარგლებში, სხვადასხვა ხელოვნების თუ მეცნიერების თუნდაც ძეგლების მოქცევის შეპყრობის ცელობა. მაგრამ თუ მარტო ავტორიტარული რეჟიმები მიმართავენ ცენზურას. ეს ყველაზე მარტივი, ყველაზე დემოკრატიული საზოგადოება ავიღოთ. და მოგესალმებათ მთელი რიგი ობიექტური მიზეზების გამო, იმის გამო რომ ევროპული ცივილიზაცია, ამერიკული საუკუნეების მანძილზე ფერადკანიანთა, პირველ რიგში შავკანიანთა მონობას ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევდა, რასობრივი ჩაგვრა პირდაპირ იყო, აღარ წითელკანიანებს რას უშვებოდნენ და რა დღეში არიან დღემდე წითელკანიანები, ვინც განსხვავებით შავკანიანებისგან ვერ შეძლეს საკუთარი უფლებებისთვის სრულფასოვანი ბრძოლა. ხო? ამიტომ ტერმინი, რომელთაც ინგლისურენოვან სამყაროში ხდებოდა ხოლმე დასახელება ფერადკანიანი აფრიკული წარმოშობის მქონე ადამიანებისა, დღეს რომ N-word-ს ეძახიან, ხო, რომ N-ზე იწყებოდა და ამ სულ თქმა რომ არ შეიძლება კატეგორიულად და თუ ვინმე ამას იტყვის, მაშინ ის უნდა ისჯებოდეს. თორმე ცენზურა არსებობს. დასავლურ ლიბერალურ საზოგადოებაში ვინმე რო იტყვის, რომ სქესი მხოლოდ ორი, არა, ეს არ შეიძლება, ამის თქმა არ შეიძლება. თქვენ ამით აყენებთ შეურაცხყოფას, ამიტომ თქვენ ამოგჩენთ სხვადასხვა ფილმებიდან. როდესაც კინოკლასიკად ქცეული, ქარწაღებული, ერთი პერიოდი ამოღებული იყო, იმიტომ რომ იქ თურმე სამხრეთ ამერიკელების მიერ ფერადკანიანთა ჩაგვრის სურათი ასახულია ისე რომ მიუღებელია
და ხელოვნების ნიმუშების გაუქმება იწყებოდა. და შემდეგ მიხვდნენ რომ ეს არასწორი ტექსტია დართული, რომ ეს მიუღებელია და არიზერებს ამას თანამედროვე კომპანია, რომელიც ახლა ამ ფილმს თქვენ წარმოგიდგენთ. თურმე ცენზურა ყველგან და ყოველთვის არის. თურმე ცენზურა ემსახურება იმას, რომ ის რაც დამანგრეველია, მავნეა, საზიანოა, ის არ ვრცელდებოდეს. და ვინაიდან აქვს მწარე გამოცდილება დასავლურ საზოგადოებას რასობრივი დისკრიმინაციისა, ამიტომ ის სიტყვები, რომლებიც შეიძლება რასობრივ უთანასწორობაზე მიანიშნებდეს, იმათი აკრძალვა ხდება, ცენზურირება ხდება. და ამას ყველა ეკებება ტაშისკვრით. ზუსტად ასევე ხდებოდნენ ტაშისკვრით, როდესაც ხდებოდა სიტყვა ღმერთის ამოღება საბჭოთა რეალობაში. ანუ რას ვხედავთ ჩვენ? ჩვენ ვაწყდებით რეალობას, რომ თურმე ის რაც კონკრეტული ცნობიერებისთვის ითვლება საზიანოდ, მავნედ, ის მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ პირველ რიგში ბავშვებს. და სხვებსაც განა არა, მოზარდებსაც. ზოგ შემთხვევაში დიდებსაც. ამიტომ ჩნდება კითხვა ასეთი. თუ კი ბიბლიური ცნობიერება საშინელებაა, თუ კი ქრისტიანული ცნობიერება საშინელებაა, რატომ არ იკრძალება ის მთლიანად? გასაგებია. ვერავინ ვერ გაბედავს ქრისტიანს მსოფლიო რელიგიას, რომელსაც მთლიანად თუ მოვიცავთ, ყველა დენომინაციის ქრისტიანული ამ სხვადასხვა მიმართულებების მიმდევართა ერთობლივ რაოდენობას 2 მილიარდს გადააჭარბა. გასაგებია ქრისტიანობის გაუქმება, როგორც ასეთის ნონსენსია. ტრადიციული ქრისტიანობა, სანამ მსოფლიოს საზოგადოების თვალში ვატიკანი, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობს ბევრ საკითხებში დაეცვას ტრადიციული ქრისტიანული რეგულებები, სანამ ის ძლიერია, ამასაც ვერავინ ვერ გაუბედავს. ტრადიციულ ქრისტიანობას. მაშასე, თურმე ქრისტიანული ცნობიერება არ შეიძლება გამოცხადდეს ბოროტებად. ესე იგი, მას აქვს უფლება ჯერ კიდევ რომ იარსებოს ამ დაცემულ საზოგადოებაში. მაშინ რატომ არის ვიღაცისთვის მიუღებელი, რომ ქრისტიანობამ თქვას, რომ არა, ხელოვნება ამ სახით მიუღებელია. ხელოვნება უნდა ემსახურებოდეს ადამიანის იგივე სამშვენველის რეალიზებას, ხო? მაშინ მოდით ესეთი კითხვა დავსვათ. ადამიანის სამშვენველი განსხვავდება რაიმე ცხოველის სამშვენველისგან? ვიღაცისთვის არა. მაგრამ თუ კი ქრისტიანულ ცნობიერებას აქვს უფლება რომ იარსებოს ამ სამყაროში, მაშინ ის ამბობს. ადამიანი ეს არის ღვთაებრივი, სულით გაჟღენთილი ის, რაც ჩვენში საერთოა ცხოველურ სამყაროსთან. ხო? წმინდა ბასილიდეს სიტყვები, ადამიანი არის ცხოველი, რომელსაც ებრძანა გახდეს ღმერთი. ღვთის სულის შთაბეჭდილებით ის, რაც ცხოველთან საერთო ჰქონდა, გამოძერძილ ადამიანს, თვისობრივად იცვლება. იცვლება მისი სხეულიც, იცვლება მისი სამშვენველიც. ამიტომ ადამიანის სამშვენველიც კი უკვე აღარ დაიყვანება ცხოველის სამშვენველამდე. ადამიანის სამშვენველიც უკვე დაბეჭდილია ღვთაებრივი სულით. ამიტომ კი ადამიანს აქვს ხორცი. ის ხორცი არ არის იდენტური ცხოველის ხორცისა. ადამიანს აქვს სამშვენველი. თუ ტრიქოტომიულად განვიხილავთ, ხო? ის არ არის იდენტური ცხოველის სამშვენველისა. ადამიანს აქვს სული, რომელიც მხოლოდ მას აქვს და სხვას არავის. არაფერს ბაბადით. შესაბამისად, ქრისტიანული ცნობიერება ამბობს, დიახ, ადამიანის სამშვენველიც ღვთის ნიშნით არის აღბეჭდილი. ამიტომ ხელოვნება კიდაც ის რელიგიურობისგან განსაკუთრებულად განვიხილოთ, მხოლოდ შვინიერი თვისებების გადმოცემის, გამოხატვის, ასახვის თვალსაზრისით. ამ შემთხვევაშიც ის ღვთილ მონიშნულია.
ამიტომაც ხელოვნება ყველაფერს ვერ დერქმება, რაც ადამიანის მიერ იქმნება. რასაც ხელოვნებას არქმევს დაცემული საზოგადოება. ამიტომ დიახ, ხელოვნება ეს არის თავისუფლება, ეს არის საშუალება ადამიანმა გამოათავისუფლოს მასში არსებული ღვთაებრივი მუხტი. მის სხეულში, მის სამშინველში, მის სულში არსებული ღვთაებრივი მუხტი. გამოათავისუფლოს, გამოუშვას და გაამრავლოს საზოგადოებაში. ამიტომაც ხელოვნება თავისუფლება იმდენად, რამდენადაც ის ემთხვევა იმას, ვინც არის თავისუფლების ფუძემდებელი. ეს არის ღმერთი. ამიტომ თავს თუ მოვიტყუებთ, ის რომ ვიღაცას სულს სიბილწე, ის რომ ვიღაცას სულს გმობა, ვიღაცას სულს შეურაცხყოფა სხვისა, ეს ასე მარტივად ხელოვნებად არ შეიძლება შეიფუთოს და გასახდეს. თუ ასე შევხედავთ, მაშინ ჩვენ გვეცოდინება, რომ არა იმიტომ, რომ ლევანს არ მოეწონა რომელიღაც სპექტაკლის რომელიღაც მომენტი. არ იმიტომ, რომ ლევანს არ მოწონს რომელიღაც ტილო, ან რომელიმე ქანდაკება. პროცესი საქმე ის არის, რომ ქრისტიანული, რელიგიური ცნობიერებისთვის ამოსავალი ეს არის. ხელოვნება უნდა ასახავდეს ღვთის სულით ფერნაცვალი სამშინველის გამოხატვას და არა ცხოველური სამშინველისას. ცხოველები როგორმე უჩვენოდ აკეთებენ ამას. შვენიერ კაშხალებს აგებენ თახვები, შვენიერ ბუდეებს ქმნიან სხვადასხვა ფრინველები, პრობლემა არ აქვთ. მათი სამშინველის გამოხატვის საშუალება უამრავია. მაგრამ ადამიანის სამშინელი სხვა არის. ამიტომ ხელოვნება სხვა არის. კეთილი. ამჯერად ვფიქრობთ, რომ საკმარისად თქვით ამასთან დაკავშირებით. ბუნებრივია ამ თემას მთლიან ვერ მოვიცავდით, ეს ხო ზედაპირული ერთგვარი შეხება იყო ამ საკითხთან. და ამჯერად დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.